კრივში შაქრო ხუდოიანის სახელობის ტურნირში 18 გამარჯვებული გამოვლინდა, მათ შორის პირველი ადგილი აჭარის რეგიონის ორმა სპორტსმენმა მოიპოვა. ტურნირში საქართველოს ყველა რეგიონის 2000-2002 წლებში დაბადებული მოკრივეები სულ 70 მოზარდი მონაწილეობდა. მათ სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ტურნირის ორგანიზატორები იყვნენ აჭარის კრივის ფედერაცია და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტი. საუკეთესო სპორტსმენებით ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება, რომელიც ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში მონაწილეობისთვის ემზადება. შეირჩევა და დადგება საქართველოს ნაკრები, რომლებიც უკვე მოემზადებიან ევროპის ჩემპიონატისთვის. რაც შეეხება კრივის ფედერაციას, დღეს ჩამოვედი ბათუმში, რათა თვალყური ვადევნო შეჯიბრებას. ნახოთ თუ რა მდგომარეობა გვაქვს ამ ასაკში, ვინ შეიძლება, რომელი ბავშვებზე შეიძლება გაკეთდეს აქცენტი, რომ მივავლინოთ უკვე ევროპის ჩემპიონატზე. ტარდება შაქრო ხუდოიანის სოუნსამი ტურნირი. შაქრო ხუდოიანი იყო წარსულში ძალიან ძლიერი მოკრივე, ევროპის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და შაქრო ხუდოიანის სოუნსამი ტურნირზე ღებულობს მონაწილეობა 70 მოკრივე. ყველა კუთხიდან ქუთაისი ფოთის ზუგდიდან თითქმის ყველა გუნდი ღებულობს მონაწილეობს საქართველოს კუთხიდან. მოკრივეები დაჯილდოვებიან ფასიანი საჩუქრები, მედლებით და დიპლომებით. ჩავატარეს 3 ბრძოლა, 3 და ყველა გავიმარჯვე და პირველი ადგილი დავიკავე.